საგარეო საქმეთა მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს. მაკა ბოჭორიშვილი კონფერენციის ფარგლებში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა. პარალელურად საგარეო საქმეთა მინისტრი პირისპირ შეხვედრებს მართავს კოლეგა მინისტრებთან. დეტალებით ანუკი ჩხიკვაძე მიუნხენიდან. სულ ცოტა ხნის წინ ჰქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სადაც ორი ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა ორ ქვეყანას შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობები განიხილეს. დღეს მაკა ბოჭორიშვილი ასევე შეხვდება ეუთოს გენმდივანს. როგორც უკვე იცით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში პლენარულ სესიაზე სიტყვით უკვე გამოვიდა, სადაც მან საქართველოს როგორც ევროპისა და აზიის მთავარი დამაკავშირებელი ქვეყნის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე დროა საქართველოს მნიშვნელობა მსოფლიომ აღიაროს. მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში დღეს მინისტრ კოლეგებს შეხვდება. პარალელურად, როგორც გითხარით, შეხვედრა იქნება ეუთოს გენმდივანთან. შესაძლებლობა მქონდა არაერთ კოლეგას გავსაუბრებოდი, ასევე გამემართა შეხვედრები. შეხვედრა მქონდა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან. იცით, რომ შვეიცარია არის ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, რეგიონში არსებულ სიტუაციაზე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეუთოს დღის წესრიგში საქართველოს ყოფნა უსაფრთხოების გამოწვევების თვალსაზრისით. უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა განხილვა შუა დერეფნის საკითხებზე. ამ განხილვაში მონაწილეობა მივიღე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა იმ თვალსაზრისით, რომ ევროპის უსაფრთხოების საკითხების კონტექსტში შუა დერეფნის განვითარება განიხილება და ამ კონტექსტში საქართველოს როლი თუ რა წვლილი შეაქვს საქართველოს ევროპული უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, მაშინ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, შუა დერეფნის განვითარებაზე და იმ პოტენციალზე, რაც არის ჩვენს ქვეყანაში. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მსოფლიოს ლიდერები განიხილავენ იმ გამოწვევებს, რომელიც მსოფლიოში და ევროკავშირში არსებობს. წლევანდელი კონფერენციის თემატიკა არის უსაფრთხოება და ამ კუთხით ქვეყნებს შორის დაკავშირებადობის მნიშვნელობა. კონფერენცია დღეს დასრულდება. ეს ანუკი ჩხიკვაძე იყო.